საუკეთესო კადრების ჩვენება, რომლებმაც გასულ წელს ინტერნეტ სივრცე დაიპყრეს, ანუ ყველაზე მეტი ნახვა ჰქონდათ. ვინ არიან 2016-ის ფავორიტები პოსტსკრიპტუმი წლის ბოლოს ინტერნეტ გმირებს უთმობს ეთერს. წელს ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ, ან ვიდეო, ან ადამიანები. ის რა იყო? იმათ რა ქვიათ? არავინ. ჩემი აზრით თარხან მოურავი ყველაზე სასაცილო. თარხან მოურავი და ირმა ინაშვილი. თარხან მოურავი არცილობთ. აქ მოდით ერთი რისი დავიგებთ მანახე. მოდი აქა. ყველას გვარი და სახელი და ფოტო მაქვს შენახული, ვინც მე დედას მაგილებთ. გამოკითხულთაგან უმეტესობა 2016 წლის ყველაზე სახელისა და მხიარო ადამიანებად დავით თარხან მოურავს და ირმა ინაშვილს ასახელებს. და ჩვენ ამჯერად ვისაუბრებთ არა პოლიტიკაზე, არამედ სიყვარულზე. რა არის ჭეშმარიტი სიყვარული? სიყვარული მამაკაც და ქალს შორის სხვა რამე არც გვიგულისხმია. მამაკაც გააჩნია ლტოლვა. ირმა ინაშვილის და დავით თარხან მოურავის ინტერნეტ მომხმარებლების მიერ დამონტაჟებული ვიდეო რგოლები ინტერნეტს იპყრობს. პოლიტიკოსების დასამახსოვრებელ ფრაზებს შორის ყველაზე მეტად ფინანსთა მინისტრის ბღუჯა ფული დაამახსოვრდათ. ჩვენი ფინანსთა მინისტრის ფრაზა ეხლა. ბღუჯა ფულები რო დაინახა და აში გამაჟრიალო. ბღუჯა ამოიღო ფულის ქალბატონოა და ბღუჯა და ეხლა სტანში მაჟრიალებს. პირდაპირ ეთერში ხელჩართული ჩხუბი, ჭიქების მსხრევა და უცენზურო სიტყვები წელსაც ყველას ახსოვს. სტუდიაში იჯდნენ და შე რაღაცაო რა და შე ვისაო ბიჭო და ჭიქა გაუქანა რა. ანუ ჩვენ ანუ ჩვენ დიდი კიკუები ხარ. გოგი თომაზი არის კიკუები, ჩვენა ვარ კიკუები ბიჭო. აი. შენი დედა მაიმუნი ვირიშვილია. ნარმანია რო თქვა. მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, ვინ არის ეს? ვინ არის ეს? მაიმუნი ვირიშვილი. ეხლა ციკა საკანტროლ თავში ბიჭო. აღმოჩნდა, რომ წლის განმავლობაში ყველაზე კარგად პოლიტიკოსების ფრაზები ამახსოვრდებათ, თუმცა ინტერნეტში გავრცელებული სახალისო მომენტებიც. რას აკეთებდიო 2012 წლამდეო? რას? სექსაობდიო. აუ შე, რა დაკავებული იყო. 2012 წლამდე გეძინათ უკაცრავად? არა არ გამოიპრაჭეთ, რაღაცა ჩვეულებრივად ხარ ჩაცმული, რაშია საქმე? რას ნიშნავს ეს? Casual სტილით ძალიან გიხდება. რისი აქ ისე იცმევს. Oh god. No! Oh my god! Oh my god! წელს განსაკუთრებით ყურებადია ქორწილის დროს მომხდარი კურიოზები. უხერხული სიტუაციები და სახალისო უბედური შემთხვევები პორტალების ყველაზე მოთხოვნადი მასალაა. ქუჩაში გამოკითხვის და ინტერნეტში არსებული მონაცემების პარალელურად წელსაც საუკეთესო ვიდეოების დასახელება ვანო ჯავახიშვილს ვთხოვეთ. ვანოს ტოპ 5 ტრადიციულად პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება. გაინტერესებს მოხდები. ზოგადად სასმელი წყალი რო კონდეს სოფელს, ამაზე რა საკეთებს? ზოგადად სასმელი წყალი აქვს სოფელს. აქ არის ყველაზე საინტერესო ფრაზა, ეს ქალი თავის ვინაობას ეუბნება ვინ არის. იგრანათ მიშას გოგო ვარ.
წვრილად კარებთანავ დგევართ. გვაქვს ხალი სასმელი წყალი გვაქვს? მეოთხე ადგილზე ვანომ რეპორტაჟი გაიყვანა მთავრობის ინიციატივაზე, სადაც გლეხებს შინაურ ცხოველებთან ფოტოების გადაღება მოსთხოვეს. ძროხებთან კი არა, შვილებთან და შვილიშვილებთან ვეღარ ვიღებ სურათს. ძროხას ენაცვალოს ჩემი თავი. მე ძროხას ვან, ვკოცნი, მიყვარს თანყვები, მაგრამ ძროხასთან რატო უნდა დამამციროს? მე მთავრობამ ისე რომ ძროხასთან გადავიღო სურათი. ვის მოვიდა ეს გონებაში რომ ძროხებთან, ბოსტანში, ქათმებთან, ღორებთან გადავიღოთ სურათი. თვითონ გადავიღოთ თან 4 სურათი. მესამე ადგილზე გავიყვანეს სულ რაღაცა 2 კვირის ვიდეო რა. ბატონი ემზარ კვიციანის. ეს დოლარები უნდა წავიდეს თქვენთან, ანუ ჩვენს ეროვნულ ბანკში, რეზერვუარებში, არა? ეროვნული ბანკის რეზერვებს შეავსებს, დიახ. ახალი დეპუტატი, ამიტომ მოდი ეს მესამე ადგილზე. შეგიძლია პირველზეც გავიყვანა, მაგრამ დავინდეთ და მესამე ადგილზე გავიყვანა. ეხლა უნდა ავდგენ, რა ვიცი როგორ გამოჩნდება. მეორე ადგილი ვანო ჯავახიშვილისთვის ფინანსთა მინისტრის ფუჯა ფულს ეკუთვნის. გამოვიცნოთ პირველი ადგილი ვინ იქნება? თქვენი გამოვიცნოთ. კი, მე თუ გამოიცენ უთხარი მაყურე. უმეტესობის მსგავსად ვანოსთვისაც პირველ ადგილს დავით თარხან-მოურავი იკავებს. მე ვარ საქართველოს ქართკახეთის ბოლო მეფის გიორგი მე-12 შთამომავალი. ქალიშვილის ხაზით. მე გახლავართ ერეკლე მეორე შთამომავალი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მე გახლავართ ხამზა მაჰმადის ბიძა. პირველი მაჰმადიანური სწავლებით, ესე იგი პირველი მოწამე მაჰმადიანი. ხამზა იქთა შთამომავალიც რა. ბოლოს ამოხეთქა და ხავიანც იყო. ხუმრობს, რომ გული წყდება ირმა ინაშვილზეც, თუმცა მიიჩნევს, რომ ქალ პოლიტიკოს მისი წარდგენა და ნომინაცია არც სჭირდება. დაუპატიჟებელი სტუმარი შემოვიდა ხა ჩვენს ეთერში. კარგად ვილოცებ, ვეზიარები და წამოვალ. ქართული ინტერნეტ საიტების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში ნეგატიური მოვლენების მიუხედავად წინა წლებთან შედარებით წელს უმეტესად პოზიტიურ ვიდეოებს უყურებენ. განსაკუთრებით აქტუალური იყო კურიოზები სპორტული სამყაროდან. ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული და განხილვადი იყო მეგრელი მკლავჭიდელის დამარცხება, რომელსაც ძალიან ემოციურად შეხვდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა ბერძნულ ტელეარხზე მიწვეული თემურ ქეძბაია, რომლის ბერძნულით მნახველებმა მეგრულს მიამსგავსეს. Ένα φοβερό παιδί και σαν χαρακτήρα. ძალიან განხილვადი იყო ქართველი გოგოს მარის ინციდენტი რობი უილიამსის კონცერტზე. პერიოდულად მიავიწყდებათ და მე ისე უბრუნდებიან და ისწრებენ მარის განხილვას როგორ იდგა პირველ რიგში, ისე რომ სიმღერის ტექსტი არ იცოდა. სახელისო ვიდეოებს შორის ძალიან პოპულარული იყო ჩანაწერი, სადაც რამდენიმე მაგიდაზე გაშლილი ქართული სუფრა უამინდობის გამო აულაგებლად საკმაოდ შორს მდებარე შენობაში შეიტანეს. არის ისეთი იგი პირობები, რომ უნდათ ქართულობა ბავშვებს ვერ კმაყოფილდებიან, რაც არის ამოდი. ნადირივა კბილები ჩაუჭა ჩემ იმაი სადახტე ბუბკა იქანო ეს გადაცთან აბა დაინახე ამოდონა ფული აქვს და კრანი ვერ გაუკეთებიან thousands of traditional skateboarders so Lisa. Nothing compares, no worries, okay. წელს ვიდეო პორტალზე YouTube ყველაზე მეტი ნახვა ჯეიმს გორდონის ტელეშოუში მომღერალ ადელის მანქანით გასეირნებას აქვს. ვიდეო 151 მილიონმა მომხმარებელმა ნახა. წლის საუკეთესო და დასამახსოვრებელ მომენტებს შორის ყოველ წელს ყველაზე ხშირად პატარა ბავშვების და ცხოველების სამოყვარულო კამერით გადაღებულ კადრებს ნახულობენ.
ასეთი იყო წლის ბოლო გადაცემა პოსტსკრიპტუმი პირდაპირ ეთერში ახალი წლის შემდეგ უკვე ახალი წამყვანი დაბრუნდება მე კი გემშვიდობებით კარგად გრძანდებოდეთ